სალამი მეგობრებო. რამდენიმე დღეა ვცდილობ ერთი და იგივე ვიდეოს გადაღებას და სამწუხაროდ არ გამომდის ხოლმე. მიკროფონი არ მაქვს და ხან ქარი მიშლის ხელს, ხან მანქანები, ხან მშენებლობები და მოკლედ ყველაფერი ჩემზე დახვდება. მაგრამ იმედია ეხლა მაინც გამოვა ის რაც მინდა. აი iPhone-ის პატრონებს მინდა გკითხოთ რა. აი Pro და Pro Max-ები რო გაქვთ. კამერებთან რო პატარა შავი წერტილია. აი ეს კი ფოტოზე რო ჩანს. თუ იცით ეს რა არის? ად რას აკეთებს? მოკლედ როგორც ვიდეოში ჩანს, ეს არის LiDAR სენსორი. LiDAR სენსორი უზრუნველყოფს იმას, რომ ობიექტამდე მანძილი განსაზღვროს და აღიქვას ობიექტები რა, მარტივად რო ვთქვა. ეს არის კარგი იმ შემთხვევაში საუკეთესო ვარიანტი თუ ავიჯზე მუშაობთ ან რაიმე მსგავსზე, შეგიძლიათ რომ დიზაინები შექმნათ ამ კამერის საშუალებით, სპეციალური აპლიკაციები არსებობს. ასევე კამერას ეხმარება რომ კარგი ფოტო გადაიღოს იმის ხარჯზე, რომ ობიექტამდე შეუძლია მანძილი განსაზღვროს და ფერებს უკეთესად აგენერირებს. შედარებით რა. და საუკეთესო ვერსია იმ შემთხვევაში, ვინც მშენებლობებზე და მსგავს რაღაცეებზე მუშაობს, ასევე შეუძლია რომ შენობაში, ან უკვე რაღაც სართული რო აშენდა და რაიმე მსგავსი მოხდა, უკვე იქ შექმნას დიზაინი ისეთი როგორ ჭირდა, მაგალითად როგორ გაყოს კედელი და მსგავსი რაღაცეები. შესაბამისი აპლიკაციების საშუალებით რა თქმა უნდა. ეს არის იგივე ტექნოლოგია, რაც მაგალითად რობოტ მტვერსასრუტებში გამოიყენება ხოლმე, აი უცხოეთში რო გინახავთ ავტობუსები რო დადის და ქალაქში რო აღიქვავს ადამიანებს და მსგავს რაღაცებს, ავტონომიურები რო არის რა, ხელოვნური ინტელექტის ხაზზე, იგივე ტექნოლოგიას იყენებს რა. ანუ ერთ-ერთი საუკეთესო ტექნოლოგია გაქვთ ტელეფონში, რომელიც უმეტეს შემთხვევაში ტყუილად იკარგება რა. ხო და ნახეთ როგორ მუშაობს ეს სისტემა თქვენს ტელეფონში და შედეგად შეძლებთ ერთი რო უკეთესი სურათები გადაიღოთ, შეიძლება საქმეშიც კი გამოიყენოთ რა. მადლობა.